მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და ნახოთ დღეს ესეთი მოკლე გაშლა 4 ვარიანტზე. გამოვა თუ არა კონტაქტზე. ნახოთ პირველი ვარიანტი. ვინც აირჩიეთ? ვეფხვის თვალი. გამოვა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. გამოვა ოღონდ რის მერე გეტყვით. ნახეთ, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, მაგრამ დრო დაჭირდება და რატო? ჯერ ამან ყველაფრისთვის უნდა წაიმტროიოს ცხვირი. ყველაფერზე უნდა აგებინონ პასუხი ზემოდან. ძალიან დიდი ქარტეხილები ექნება შინაგანად ამ ადამიანს. მიხვდება, რამდენი სისულელე გააკეთა, როგორი მანიპულაცია, როგორ გათამაშათ თავის ჭკუაზე და აი ამ თავის მანიპულაციების შედეგს რომ დაინახავს, რამდენად მწარია მის ცხოვრებაში, ხო? თითქოს მიახვედრებენ რომ ან გამოასწორება, ან და გამოსწორებას აიჩევს და ეს გამოვა აუცილებლად კონტაქტზე თქვენთან. მადლობა პირველ ვარიანტს. მეორე ვარიანტი. გამოვა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. სამართლიანობის არკანით. არა მეგობრებო, აქ არ გამოვა და რატო გეტყვით? ნახეთ. აქ როგორი მომენტია, ნახეთ, არ ვიცი, შესაძლოა ფარული ურთიერთობა იყო თქვენი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ან პირიქით ყავს ვიღაცა სხვა უკვე, რომელიც თქვენ არ იცით და უკვე იმ ნაპირისკენ იხედება. ასე თვლის სწორად და სამართლიანად, რომ უკან არ უნდა დაბრუნდეს, არ ვიცი, თქვენი სიტუაციები რატომ შეიძლება ის ამას ფიქრობდეს. მესამე ვარიანტი. გამოვა კონტაქტზე. ჯერ უნდა ვიკონციალოვო, აიწონა და იწონაზეო. მერე კიო. რას ქვია არ გამოვალო? გამოვალ აუცილებლად და თან კი ეშინია ცოტა და მაინც გაურკვევლობა აღრღნის, მიმიღებენ თუ არ მიმიღებენ, იმიტომ რომ ცოტა ცივ ენერგიებში ხართ და რაღაცა გარკვეული კონფლიქტის მაგვარიც იყო თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აი ეს ჭოჭმანის მომენტი აქვს, თუმცა თვლის რომ ამდენი ტვირთის ტარება უკვე აღარ შეუძლია და ან ისე უნდა გადაწყვიტოს, ან ასე უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ პენტაკლებით რა გითხრათ მეგობრებო? არა. სანამ სამყარო არ მაპატიეთ რა ეს ტერმინი წამომივიდა უცებ ეს სიტყვა უნდა თქვა რა გავარაქვნა. ნუ ეწყინება ნუ რა ვის წაუთაქუნებს თავში პირდაპირ მნიშვნელობით ეს ადგილიდან არ დაიძრება. და კაი აბა მაშინ მიახვედრებენ ზემოდან ის არკანი ჰაერზე ხო არ გაჩნდა აბა მანახე. ჩამავალი პრაქტიკულად მომაკვდავი მთვარე ხო? ისევ არჩევანი, ისევ გადაუწყვეტელობა, ისევ აიწონა და იწონა. Judgment, მიახვედრებენ რომელია, იქ სამართლიანობის არკანი იყო, აქ სამსჯავროს არკანია. და რას უზავენ? ახალი დასაწყისისკენ უბიძგებენ დაბნელება, მეგობრებო, მთვარის დაბნელება, ანუ იმდენად ცუდ რაღაცეებში აღმოჩნდება ეს ადამიანი, იმდენად ცუდ სიტუაციებში აღმოჩნდება, რომ მიხვდება, რომ ერთადერთი ხსნა ზუსტადაც იყო თქვენთან ურთიერთობა, რომ თქვენ მისთვის იყავით პრაქტიკულად როგორც ოჯახი ისე. აქ შეიძლება სამკუთხედიც იყო.
არ გამოვრიცხავ და არაჯანსაღი დამოკიდებულებები და მიჯაჭვულებებიც იყო მეგობრებო. მეორე ვარიანტი ძალიან არა, მესამე ვარიანტი გაგვიგრძელდა ძალიან. აჰა, იცოცხლე. მაგ პენტაკლების მეფეა. აქეთ ორ ფრონტზე იყო, ორ სკამზე იყო და აგერ მზის დაბნელებაც ამოვიდა და მთვარის დაბნელებაც. და აგერ არის მე ამ ყველა უბედურების მერე ისევ ხელახლა მზის ამოსვლა. ახალი მზე, ანუ ამომავალი მზე, ოცნებები და სიძლიერე. გამოვა მეგობრებო ეს კონტაქტზე, ოღონდ ცოტა გვიან და საერთოდ ღირს თუ არა ამ ადამიანის კონტაქტზე გამოსვლა, მე ცოტა ეჭვმეპარება და რა ვიცი, დაფიქრდით თქვენც. კაი, მეოთხე ვარიანტიც ვნახოთ და დავასრულოთ. გამოვა ჩემს მაყურებელთან კონტაქტზე. რას ქვია არ გამოვა? მეორე მაღალი არკანი. კი. ოღონდ ეს უკვე იცით როგორ გამოვა, ახალი შემოთავაზებით, ანუ ახლებურად, ისე როგორც იყო აქამდე აღარ იქნება. ახალი სიტუაციებით მოვა უკვე სტაბილურობისკენ. კი. სტაბილურობისკენ და უკვე კონკრეტული მიზნით მოვა და კონკრეტული შემოთავაზებით, სადაც აბსოლუტური სისავსე უნდა იყოს. ეს საუკეთესო ვარიანტია ამ გაშლაში. კარგით, დაგემშვიდობებით. მადლობა თვითონ თქვენგანს დათმობილი დროისთვის და დობისთვის. ნახვამდის დროებით.